1614-1617 წლებში შაჰ-აბასი 4-ჯერ შემოესია კახეთს. 4-ვე შემოსევა არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. მრავალი ადამიანი დახოცა და მრავალი კიდე ტყვედ წაიყვანა. მეფის გარეშე დარჩენილი და სარდლობის გარეშე დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ამაგრებდნენ, აშენებდნენ თავდაცვის ზღუდეებს და ისე ებრძოდნენ ირანის არმიას. უამრავი ადამიანი დაიხოცა, 70,000 კაცი დაიღუპა ამ ბრძოლებში. 130,000 ტყვედ გადაასახლეს. წარმოიდგინეთ, რო არ გახიზნულიყვნენ, გარშემო თავიანთი არმია ჩააყენეს და ხოცავდნენ და ტყვედ იყვანდნენ კახელებს. ასევე შეუთვალა ლეკებს დარუბანში, რომ მაგეთკენ ვინც წამოა, ყველა ამოხოცეთო და ყველა შეიპყარითო. ასეთი სისასტიკით ეპყრობოდა ჩვენ კახელ ძმებს. მას სურდა მთლიანად კახეთის განადგურება. აი ასეთი სასტიკი კაცი იყო. წარმოიდგინეთ, თავისი 3 შვილი მოკლა და ჩვენ რას გვიზავდა. მოგვიკლა მეფე ლუარსაბ მეორე, ქართლის მეფე. თეიმურაზის შვილები ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისა. ალექსანდრე გარდაიცვალა, ლევანი კი გაგიჟდა, ვერ აიტანა. ჩვენი ქეთევან დედოფალი როგორ აწამა, ხო ეს ყველამ კარგად ვიცით. და მაინც არ მიიღო ისლამი და ქრისტიანად დარჩა. მერე უკვირს ხალხს თუ რატომ ეზიზღება ეს შაჰ-აბასი და მისი მოდგმა. მარტყოფის ბრძოლაში 1625 წელს რას გვიპირებდა, რას გადაგვარჩინა გიორგი სააკაძემ. ამ ხელა ციფრებზე მიდის ლაპარაკი, ხო? 200,000 კაცი ჯამში. 130,000 გადაასახლა, 70,000 მოკლა. მერე ის ხალხი რო ეძახის, რა 100,000 ქართველი წამებული მოგონილი არის. ეს არ არის მოგონილი, თქვენ რა გონიათ თბილისი მარტო რა მაშინ ის იყო ისანი და ურთეჭალა. ბირთვის სამდე თეთრ წყარომდე მაშინ თბილისი იყო. დიდი ტერიტორია ეკავა თბილისი.